საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვდა ტაშკენტში. საუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს და EUTHO-ს თანამშრომლობასა და იმ გადადებულ ვიზიტზე, რომელიც საქართველოში იანვარში უნდა გამართულიყო. ქართულმა დელეგაციამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მზად არის EUTHO-სთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს, რომელიც საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით იყო გაცემული. დეტალებით პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე გვიერთდება ტაშკენტიდან. თეონა, გისმენთ. შეხვედრიდან გამოსულმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიცია არის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგა და ქვეყანას არჩეული ხელისუფლება ჰყავს. ქართველი სპიკერი ამბობს, რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას არ ცვლის და მას აქვს ის პოზიცია, რაც თავად EUTHO ODIHR-მა არჩევნების მეორე დღეს 27 ოქტომბერს გააკეთეს განცხადება და საკუთარი პოზიცია საკუთარ დასკვნაშიც დააფიქსირეს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დღეს ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა და მათ თანამშრომლობის გარდა ისაუბრეს როგორც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ დღეს მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა იმის თაობაზე, რომ საქართველო მზად არის EUTHO-სთან იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ქვეყანამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ საქართველოში შედგება EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ის ვიზიტი, რომელიც იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა სპიკერის განცხადებით მის წინააღმდეგ განხორციელებული ბულინგის გამო ვერ შედგა. ვისაუბრეთ არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, გავაცანი თუ რა მდგომარეობა არის ამ მხრივ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავხადებ მას იმ საქმისთვის, რაც EUTHO ODIHR-ის სამგლობო მისიამ გასწია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მხრივ და ობიექტური შეფასებების მხრივ. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ პატივისცეს EUTHO ODIHR-ის ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ არჩევნებამდე გვესმოდა, რომ EUTHO ODIHR-ის ანგარიში იქნებოდა სახელმძღვანელო არჩევნების შეფასებისთვის, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველამ ცდილობს ახლა, რომ თვალი დახუჭოს EUTHO ODIHR-ის დასკვნაზე, რომელიც ცალსახად აღნიშნავს იმ შედეგების ვალიდურობას, რომელიც დადგა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ყველა ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი პირადი მოსაზრებები გაგვიმჟღავნოს. მისი პოზიცია არის ის პოზიცია, რაც EUTHO ODIHR-ის დასკვნაში არის ასახული, რადგან მან და მთლიან მისიამ ისაუბრა არჩევნებიდან მეორე დღეს 27 ოქტომბერს, როდესაც განაცხადეს, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანი იყო ახლა ამ ფორმატში მუშაობა. თუმცა ხედავთ, რომ ხალხი, რომელიც სააკაშვილის მფარველები არიან, ხალხი, რომელიც საქართველოს ომში ეკაჩებოდა, ხალხი, რომელსაც კარგი არაფერი არ უნდა საქართველოსთვის, წაუყურეს ამ დასკვნას, წაუყურეს ამ განცხადებებს და ზოგი ისვეთს იშველიებს, ზოგი გამჭვირვალობას, ზოგი IRA-ის, ზოგი USAID-ის, ანუ იმ ორგანიზაციებს, რომელიც თვითონ საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და მიკერძოებულ საქმიანობაში. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საქართველოსა და EUTHO-ს შორის თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ იმ გადადებულ ვიზიტზეც, რომელიც იანვარში უნდა განხორციელებულიყო და ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება. ასევე გქონდა საუბარი იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ODIHR-მა გასცა საარჩევნო სისტემების გასაუმჯობესებლად საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ჩვენ დაუდასტურეთ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომ მათთან ერთად მზად ვართ ვიმუშაოთ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს იმ ხარვეზების გარეშე ჩავატაროთ, რა ტექნიკურ ხარვეზებსაც ადგილი ჰქონდა. მიხარია ის შეფასებები, რაც დღეს მოვისმინეთ ქალბატონი პიაკაუმას მხრიდან. ხაზი გაესვა ასევე იმ აქტიური ბულინგის კამპანიას, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუშალა მის ჩამობრძანებას, რომელიც დაგეგმილი იყო არჩევნების შემდგომ.
ძალიან ღიად განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ის მილევადი პროცესი, რომელიც ხელოვნურად იყო გამოწვეული, ასევე ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა პოლიტიკური რადიკალური ძალების მიმდინარე მცდელობასაც, რომ სიტუაციის ესკალაცია კვლავ გამოიწვიონ, თუმცა უკვე თვალნათელია, მათ შორის EUTOS-თვის, რომ აი ეს ხელოვნური პროცესები, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და ქართველი ხალხის ნების უგულველყოფას არჩევნებთან მიმართებით, ზიანს აყენებდა არა მხოლოდ საქართველოს როგორც სახელმწიფოს, არამედ მათ შორის EUTOS როგორც ძალიან ძლავს საერთაშორისო ორგანიზაციას. დღეს შალვა პაპუაშვილი ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის ორივე დონის, როგორც ზემო, ასევე ქვემო პალატის თავმჯდომარეებს, სპიკერებს. მათთან დისკუსიის მთავარი თემა იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ ჭრილში ის პოტენციალი, რაც საქართველოს გააჩნია, როგორც შუა დერეფნის ქვეყანას. შეუულია ახალი მოწვევის პარლამენტი არის და იქაც ახლა კომპლექტება მეგობრობი ჯგუფები ჩვენს მომავალს შევქმნით საქართველოს უზბეკეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს და უკვე ამ ფორმატშიც იქნება თანამშრომლობა გაღრმავებული. არის საინტერესო გამოცდილებები, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს გაუზიაროთ და რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც მე შარშან უზბეკეთში ვიზიტით ვიყავი, დიდი სურვილი გვაქვს რომ ჩვენი კოლეგები გვეწვიონ საქართველოში ხონდა შესაძლებლობა რომ ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა ამ დონეზეც გაგრძელდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩავატარეთ უზბეკეთის ზედა და ქვედა პალატის წარმომადგენლებთან. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას საქართველოს უზბეკეთის ურთიერთობაში. ჩვენი ქვეყნები, ასე ვთქვათ, ეს ის ქვეყნებია, რომელიც მზარდი ეკონომიკის სახელმწიფოები არიან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო, აი ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ სამომავლო თანამშრომლობა ამ ორ სახელმწიფოს შორის ხელშეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, ასევე იმ ლოჯისტიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის, რომლის გზა უშუალოდ საქართველოსზე გადის. საკმაოდ დატვირთული იყო დღეს ქართული დელეგაციის დღის წესრიგი. დღეს დილიდან შეხვედრები დაიწყო მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ ფორმატში დისკუსიის მთავარი თემა იყო მალტასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ამ შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნისგან, როგორც არის მალტა, საქართველოს მიიღო ძლიერი მხარდაჭერი პოზიციები. მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საქართველოს წარმომადგენლობას განუმარტა და განუცხადა იმის თაობაზე, თუ როგორი იყო მალტის გზა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამ მიმართულებით ქვეყანა მისგან კონკრეტული რჩევებიც მიიღო. მადლობა თეონე მანაგაძე იყო პირდაპირ ეთერში.